პედაგოგმა და სამოქალაქო აქტივისტმა ნინო დათაშვილმა 4 თვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ რუსთავის ქალთა ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ. ნინო დათაშვილს, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან, დღეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 5,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. მას გირაოსთვის განკუთვნილი თანხა მოქალაქეებმა 10 წუთში შეუგროვეს. პედაგოგს, რომელსაც ხერხემლისა და წელის პრობლემები დაკავებამდეც ჰქონდა, წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაურთულდა. ახლა მას ოპერაცია ესაჭიროება. ამის გამო ნინო დათაშვილი სასამართლო პროცესს ვეღარ ესწრებოდა. დღევანდელ სხდომას კი ონლაინ ჩაერთო. ვენდობი ჩემს ადვოკატებს, ბრწყინვალე ადვოკატები მყავს. ვენდობი მათ, ისინი იბრძვიან ჩემი უფლებების დასაცავად. ჩემი გადარჩენაა აქედან გაშვება დღეს. მადლობა. მადლობა მინდა გადავუხადო ციხის ადმინისტრაციას, ექიმებს, მკურნალ ექიმს. ყველაფერს აკეთებდნენ ჩემი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა 2 ოპერაცია მჭირდება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორ მედიაცირამუას თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დათაშვილს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება. აღკვეთის ღონისძიების გირაოთის შეცვლის შუამდგომლობის შესახებ განცხადება პროკურატურამ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაავრცელა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის გატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს. პროცესზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვდნენ ნინო დათაშვილის ადვოკატებიც. მათ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 თვეში ნინო დათაშვილს ხერხემლისა და კიდურების ტკივილები დაეწყო. მედიკამენტოზურმა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და მას 2 ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროებოდა. ადვოკატები დიდი ხანია ვსაუბრობთ ამ საკითხზე, მაგრამ არც პროკურატურამ და არც სასამართლომ სამწუხაროდ არ დაგვიჯერა. ნინო დათაშვილის ეხანდელი მდგომარეობა არის იმდენად უკიდურესად მძიმე, რომ თავად პროკურატურაც კი შეშფოთდა და გადაწყვიტა გირაოთი შემოსულიყო. რეალურად ის მძიმე მდგომარეობა ერთის რომ განპირობებულია ნინო დათაშვილზე, რომ ქალზე განხორციელებული ძალადობის შედეგად კადრებში ჩვენ ვუყურებთ კისრის არეში როგორ წაავლებს ხელს მანდატური და პირდაპირ ექიმის შეფასება გვაქვს, სწორედ ამან განაპირობა კისრის მალების ესეთი დაზიანება, რომ ოპერაციული ჩარევა სასწრაფოდ არის საჭირო, თუმცა ციხის პირობებში შეუძლებელია ამ მძიმე დიაგნოზის იმ დაგვარად მართვა, რომ ოპერაციამდე არ მივსულიყავით. ნინო დათაშვილი მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით 20 ივნის დააკავეს. საქმე ეხება 9 ივნის საქალაქო სასამართლოში მომხდარ შემთხვევას. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ მიდის დათაშვილთან რამდენიმე აგრესიული მანდატური. ჯერ ერთი ცდილობს დაატოვებინოს ტერიტორია, შემდეგ კი მეორე. დათაშვილი მათ აფრთხილებს, რომ არ მიეკარონ. ამის შემდეგ მანდატურები აქტივისტს სასამართლოს შენობიდან ძალის გამოყენებით აძევებენ. პედაგოგს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას ედავებიან. ამ დანაშაულისთვის სასჯელი შეიძლება იყოს როგორც ჯარიმა, ასევე 4-დან 7 წლამდე პატიმრობა. ნინო დათაშვილის საქმეზე მორიგი პროცესით 13 ნოემბერს გაიმართება.